ხარაგაულის ორი სოფლის ხემაღალის და ღვერკის მოსახლეობა ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან იკრიბება. უკვე 6 თვეზე მეტია, რაც მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიური უბედურების ზონად გადაიქცა. აქციის მონაწილეები ზარალის ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ადგილობრივებს ხელისუფლება 30,000 ლარს პირდება. ამ სტატუსის არ მქონე პირები კი შესაძლოა საერთოდ კომპენსაციის გარეშე დარჩნენ. თაკო მაისურაძე მოისმინა შეკრებილების მოთხოვნები და ახლა უფრო დეტალურად გაგვაცნობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალ შეკრებილები არიან ხარაგაულის ორი სოფლის ღვერკისა და ხემაღალის ცხოვრებლები. ისინი მიიჩნევენ, რომ ის კომპენსაცია, რომელიც მათ სახელმწიფომ შესთავაზა, არის ძალიან ცოტა და შეუსაბამო იმ ზიანისთვის, რაც მათ სახლებს მიადგა. ისინი მოითხოვენ მინისტრთან შეხვედრას და სურთ, რომ მიიღონ ღირსეული პირობები. სასურველია რომ გავიგოთ სიმართლე, რამ გამოიწვია ამ ორი სიტყვა იხმარენ დაქცეული სოფლის, ხემაღალის და ღვერკის. დაქცეული სოფელი ხემაღალი და ღვერკი არ იყო. ხემაღალი და ღვერკი იყო შულო აყვავებული, გაბრწყინებული სოფელი და დღესდღეობით უკვე დაქცეულთა და დამხობილთა სიაში შევდივართ. ნამდვილად არაა ეს სასურველი. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ რომ გავიგოთ რამ დაგვანგრია, რამ გამოიწვია. ნუ თუ 80 სანტიმეტრიანმა თოვლმა დაანგრია ორი სოფელი. ეს ხომ წარმოუდგენელია. არ გამოვა ეს ამბავი პატივცემულებო. კითხვის ნიშნები არსებობს. რკინიგზის ნაწილში, აფეთქებების ნაწილში არ არსებობდა ზედამხედველობა, არ არსებობდა მონიტორინგი. იძახიან რომ ტერიტორია მეწყერ საშიში იყო და ტერიტორიას ისე შეეხნენ რომ არანაირი კვლევა არ წარმოებულა, არ არსებობს გეზეშე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების არანაირი დოკუმენტი და სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაიცემა, მანამდე ჩვენ ვერ ვიტყვით და ვერ ვაღიარებთ, რომ ეკომიგრანტები ვართ. ჩვენ გვინდა შეხვედრა მინისტრთან, არის რიგი საკითხები, რაც არის თავიდან გასავლელი და განსახილველი, ამდეხას დასკვნას ველოდებოდით. ამდეხას ვიყავით, ასე ვთქვათ, წნარად და ეხლა ამ წუთში ვითხოვთ, რომ დადგინდეს რატომ ჩვენ თუ 2017 წლიდან ჩვენი სოფელი წითელ ზონაში იყო, ჩვენ რატომ არ ვიცოდით მოსახლეობამ ამის შესახებ და თუ წითელ ზონაში ვიყავით, რა დოკუმენტის საფუძველზე დაიწყეს რკინიგზის მოდერნიზაცია. აქ შეკრებილ მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ მათი სახლები უხმანალექმა დაანგრია და ვარაუდობენ, რომ მათი სახლების დანგრევისა და მეწყერის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება თბილისი-ბათუმის მაგისტრალის მშენებლობისას არსებული ვიბრაციები ყოფილიყო.